მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ ჩვენს გადმოცემას. მე მინდა კითხვა დავსვა იმ ჟესტოკოსზე და ცინიზმზე, რომელსაც ასხივებენ მათი საყვარელი სიტყვა რომ შენ ასხივებ რაღაცას, ხო? უძლურებას, ასიძლიერებას. აი ამ ჟესტოკოს და ცინიზმს ასხივებენ ეგრეთ წოდებული პროტესტის მესვეურები, რომლებიც მოხუც ქალებს, პენსიონერებს, შეურაცხმად ადამიანებს, მცირეწლოვანებს აგზავნიან ჯარიმებზე, ციხეზე. ეს არის სიდამპლე, იმიტომ რომ თვითონ არ ჩანან. არ ჩანს ნანუკა ჟორჟოლიანი, მიშა მშულდაძე, არ ჩანს არც ერთი NGO სექტორის მოლიდერო ელემენტი, ნანუკა, უღაძე ლომჯარია ცოტა ვარ გამოდიცო თვითონ არ გადადის და მეცაც გეტყვით ეს ადამიანები რომლებიც გადიან მთელ მათი ფსიქიკა ისეთ მდგომარეობაში რომ ვერც უხსნი რომ საზარბაზნე საგამზირე ხორცად არიან გამოყენებული არაერთხელ გვაქვს რასაუბრები და მე ყოველდღე ხან მიდის დაკერები მაგას მე მგონი კიდე საჭიროა რომ ამის თეორეტიზება მოვახდინოთ აუხსნათ ხალხს ხო მე ხშირად მithქვავს ეს თეორია ეს არის ნეომარქსისტების თეორია რომლებიც ამბობდნენ რომ აი რევოლუციური კლასი აი ის პირველი რევოლუციის აი ამ არეულობების ავანგარდში ვინც დგას ვინ უნდა იყოს და ეს მე ვთქვათ მემარცხენე თეორია სულ ეძებდა ვინ არის ეს ხალხი მარქსმა თქვა რომ ეს არის პროლეტარიატი რომელსაც დასაკარგი არაფერი რომელსაც მე ხო ზუსტად ეგრე და რომელსაც შემდეგ პოსტინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ გაუჩნდა ბევრი დასაკარგი. აი ზუსტად ეს ნეომარქსისტები ამბობდნენ რომ ესენი უნდა იყვნენ სხვა ტიპის უმცირესობები და სტუდენტები იმ პერიოდის ევროპაში. მიხვდი და მართლა ეგრე იყო, იმიტომ რომ ისინი უფლებოები იყვნენ. ამ თეორიის და ეს არ არის აპრიორი ნეგატიური თეორია, ეს არის ჩვეულებრივი რევოლუციის თეორია. ამ თეორიის ყველაზე ვულგარული გაგება მოიფიქრეს ჩვენმა ლიბერდებილებმა, როგორც ჩვენ უწოდებ, ყველაზე ვულგარული, ყველაზე არაეთიკური გაგება, ამაზე მათ შეკრიბეს გიჟები, მათ შეკრიბეს სნეულები, მათ შეკრიბეს მენტალური სხვა პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში, რომლებსაც არ აქვთ არაფერი უპოვარები, საკუთარ საქციელზე პასუხს არ აქვს. ხო, მოძებნე საშინელი კასტა, ასე რომ ვთქვა. საბრალო და რომელიც ყავთ საზარბაზნე ხორცად წინა რიგებში გაშვებული, ამ რევოლუციის ეგრეთ წოდებული რევოლუციის არის დივერსიების ავანგარდში, რევოლუცია კიდე ერთხელ გავიმეოროთ 4 ოქტომბერს ეს იყო სასაცილო, ეს იყო სამარცხვინო მდგომარეობა, რაც ოპოზიციამ რა შეიძლება რომ ამას უწამლოთ, აი რას ფიქრობთ? ჯერ იქნა დავიწყოთ რომ ეს არის რეალურად აღვირახსნილი და აგრესიული პროვინციალიზმი პირველ რიგში ამის მიზეზი. დროს ესეთი საპროტესტო აქციის წინა ხაზი არსებობს. ამას ემატება ის, რომ საქართველოში ლიბერალიზმი არის გოიმების უკანასკნელი თავშესაფარი. უკვე გახდა. როგორც აქამდე პატრიოტიზმი ხო იყო ნაზირლების უკანასკნელი თავშესაფარი და ამათმა დაამატეს, რომ გოიმების კი და ლიბერალ პატრიოტების ორმაგად დაძინებია. დაბრედვა ნაციონალისტ ლიბერალები კიდე ცალკე პრობლემა. შესაბამისად ჩვენ როდესაც უყურებთ ამ ადამიანებს რამდენად დიდი არის მათში თვით რეალიზაციის ხედვა ანუ უყურე შე როდესაც საკუთარ თავს მაგალითად ახლა მარქსი და იმითი დავიწყეთ და ისევ მარქსთან რო დავუბრუნდეთ რაღაც მარკუზესთან რო დავუბრუნდეთ ადამიანი რაღაც თავის შრომაში უნდა ხედავდეს რა საკუთარ თავს ამ ადამიანმა თავის შრომაში კი არა ამ აქტივიზმში დაინახეს რომ ანუ ამათვის აქტივიზმი ხო რა სხვა რაღაც გეუბნები ამათვის ეს აქტივიზმი გადაიქცა როგორც სოციალური კაპიტალის დაგროვების ისე ზოგის შემთხვევაში ფინანსური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობა შესაბამისად ამათვის ეს აღარ არის რაღაცა რასაც არ ქმნიან რომ ქვეყნისთვის შვილისთვის რაღაც ესა ჩვეულებრივი პროფესია რომელსაც ამათვის მოგ დივიდენდი ვიღაცისთვის ეს დივიდენდი არის სოციმედიაში განხორციელებული დივიდენდი ვიღაცისთვის არის ფინანსურად განხორციელებული დივიდენდი ვიღაცისთვის არის უბრალოდ თვითაღიარების ამბავი კანონი გვეუბნება რომ თუ საკმარისი ხალხი არ არის ქუჩის გადაკეტისთვის ხელოვნური გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით უკვე 1 წლამდე პატიმრობით მეგობრებო ამას წყალი არ გაუვა ვინც არ უნდა იყოს შენ დიდარი თუ მაშვრალი, კოჭლი თუ ლამაზი და ასე შემდეგ. ჩირიკი თუ ჩიკოტელა. ჩირიკი თუ ჩიკოტელა. სულ ერთია. მე რომ გადავკეტო, მე უნდა დამიჭირო, კი ბატონო. ყველას დაიჭერენ. ყველას მიუხედავად წარმომავლობისა, პროფესიისა, სქესისა და ასე შემდეგ. ეს არის კანონთან ყველა არის დანასწორი.
ხა ლევან სანიკიძე, რომელიც არ ჩანს, არ კეტავს, არ არის ლიდერი, იმალება, გაუჩნდა რას ამბობს. რაც შეეხება პარტიების აღებას, მე შეიძლება ცოტა უცნაური რაღაცა ვთქვა. მე ამას უყურებ როგორც შესაძლებლობად. ანუ ქვეყანაში, სადაც პარტიას არ აქვს ფული, სადაც არ არის ტრადიციული პოლიტიკური გარემო, წევრობა, არჩევნები მოდის, იქენს სიყრი, პარტიული სტრუქტურების ორგანიზებისთვის წესდება გჭირდება, ნაციონალურ მოძრაობას წესდება არ ჭირდება პარტიის ორგანიზებისთვის რა. სხვანაირი ორგანიზაცია ეს. ეს მე შემიძლია პარტიაზე ვთქვა, რომელსაც წარმოადგენს შესაძლებლობას ხედავ, რომ როცა პარტიებს არაერთიანებთ ხინი, იქნებ ჭირმა გააერთიანო. ესე იგი, შექსპირს აქვს დოიმ რომ მოიგონა იმ შექსპირს პირ ვავრემა ჩუმი. ანუ ხინი ჟამიანობის დროს ეგრე არის ქართულად არ ვიცი. პირ ვავრემა ჩუმი და იქ ძალიან მაგრად არის აღწერილი ეს ახალგაზრდა რასაც ითხოვს, რა სასოწარკვეთაშია მიცემული იქ ძალიან ცნობილი შუასაუკუნოვანი ქალაქი. ლევან სანიკიძეს რაც შეეხება მეგობრებო, ხო? ძალიან სწორად ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ჭირდება წესდება, არ ჭირდება არც წევრობის წიგნაკი, არც გადასახადი. სექტარი არის ჩვეულებრივი კვაზი რელიგიური სექტა. მე აქამდე გულბოს ჯუნიორს რომელიც აუპატიურად დაკარგავს. გულბოს ჯუნიორს არა, აი ესე უნდა დაახასიათო. ის კი არა, რამე კერძო საკუთრებას იტაცებდა ასე ხო ადამიანებს წირავდა. აი შეფრთხო ეს კი ბატონო. აუპატიურად კაცი. ადამიანს რომელიც კვისი გვარზე ხტოდა და თურმე აღმოჩნდა რომ ეს არის კაცი, მამა გაამრუშა. ანუ ტიპმა მამა გაამრუშა, გააბოზა. ხო. იმას კიდე თელი მის სოციალური კაპიტალი გუბას რაზეც იდგა იმასთან მივიდა და აჩოქემინა ჩოქჯენი გააკეთებინა და უკეთეს ფინანსურ შემოსავალზე გაუშვა. ხო, ანუ პანელზე გაუშვა მამა რა. კუპელები არ შესამსად გულბოს ჯუნიორი ეს კი არ ყოფილა. ის ყოფილა ჯუნიორი. აი რაღაცა ესეთი დებილობა გამოფინეს. აკაცუკება გაუშვით შეიძლება ზაკონ ვერაო მას ვერ მაძებს ვარ და ზაკონ რა ჩემი ის არისო რა და უმორჩილესი თხოვნა მე საერთოდ ჩაშვება და რაღაც არის ძვირფასო სამალთან დამცავებო ეს ხო გაშიფრეთ ვინც არიან ამათ თუ რამე დაარღვიეს თუ გადავიდნენ პირველი ამათ მოკიდეთ ბუმ ტრახს ბაბა პირველი ამათ მოკიდეთ ხელი და მე რა ჩემი ის არის ზაკონი გააგებინეთ რა თუ შეიძლება რა მე ვაფშე არ ჩვევი ეგეთი ჩაშვებები მაგრამ მაინც ამ მარგალიტებს რა რაღაცა კომბინაცია იყო აქციის ინტელექტუალური ნაწილისა რა ხო და ბიჭო მე არ ვიცი ეს რისი ხარია არ მაქვს ბოდიშას TikTok-ში შემხვდა შემთხვევით და რისი ბრალია არ ვიცი განათლებ არ რაღაცის ამ რაღაცა სცენია შეყრილი ესე გამოდია და ერთ-ერთი გამოდის და საქართველოში ჩვენ მე სამედიცინოზე ვსწავლობ და დოქტორია არ გვერქმევაო ჩვენო ექიმიო დოქტორი გონია რუსული დოქტორ აუ ვერც მიხვდი ხო დოქტორი აიბოლით არ მეძავ ხარისხზე და მაგის არა დოქტორი არ გვექნება ვერც მიხვდი ხო ან საქართველოს არა ხვდებით რომ ვერც ეწევი ადამიანი ისეთ სიდებილის ლეველზე არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არ შეიძლება რომ იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რომ მისცენ იტყვის რომ რუსებას მაბრალებთო რა ანუ არასოდეს არ უნდა მიცეს არავინს მაგას დოქტორის ხარის ესე იგი განათლების ამ ინტელექტუალური манипуляციის უნდა არის ვაფშე აზროვნების ცნობიერების რა ლეველზე არის რა დაბალდონეზე ძალიან კაი და საინტერესო გამოკითხვა რასაც ახ გურე ამბობდა მაგის კარგი დასტური განათლების რეფორმაზე რო ატეხეს ერთი ამბავი რა იქ რო ეკითხება მეგონა ნათიაბერიძე იყო ხო გასული რუსული რა არის ხო და ყველა რო ანუ არ არსებობს არანაირი რასაკვირველია როგორც ყველა იმბრალდება ვერაფერს ვერ არსებობს არანაირი არგუმენტი უბრალოდ თავიდან ბოლომდე არის რუსული ნუ რა გაინტერესებთ რა თავიდან ბოლომდე არის რუსული ტაბლიაშვილი მეგობრებო არ შეიძლება გამაზოთ ტაბლიაშვილი რა ჩვენ პროტესტი უნდა გავაგზავნოთ, მაგრამ სულ რომ მოკვდეს, აი თქვენი ინტერპრეტაციით წავალ. სულ რომ მოკვდეს ეს პროტესტი, სულ რომ მოკვდეს დროებით, აბა რაღაც დროის გარემოება ახლა უნდა ვახსენო პირობთ ერთი წლით რაღაც ეს პროტესტი ვერ მოკვდება მაინც სამუდამოდ, იმიტომ რომ იხეთქებს ქართული საზოგადოება. გასაგებია მეყოფ. იმიტომ რომ იდეა დაბადებულია და როდესაც არსებობს იდეა მას ვერ მოკლავ ფიზიკური. მაინც ვერ მოკვდება. ფენიქსი ვიცი ერთი ეგა და ლენინი ეგეთი რო ვერ. აი ხა მე ვიტყვი ერთ კიდე ასევე თეორიას. ბევრი
მემარცხენე ავტორი რევოლუციურ თეორიებში შავა იცი რას ამბობდა, რომ ყველაფერი რა თქმა უნდა კონტექსტუალურია, ინსტიტუციებიც იცვლიან ფერს, იცვლებიან ზოგადად. ადრე, ხო, კონსერვატიზმი ითვლებოდა ძალაუფლების მხარდამჭერად და დღეს ეს არის პირიქით ყველაზე რევოლუციური ინსტრუმენტი არის კონსერვატიზმი. სვეშთან ერთად ყველაზე რევოლუციური ინსტრუმენტია მიხვდი, ანუ დღეს მაგალითად სიტყვაზე მართლმადიდებლური ეკლესია არა ძალაუფლების მხარეს დგომა, არამედ პირიქით აი ამ გლობალურ ტალღას, ლიბერალურ დემოკრატიის ტალღასთან მებრძოლი შესაბამისად, ხო, როგორც ეს ლაპარაკობს, თქვენ მხარეს ნამდვილად არ არის იდეა, იმიტომ რომ თქვენ მხარეს არის იდეა, როგორ შეიძლება იყოს, როცა ეს მთელი პროტესტი დაიწყო კანონზე, NGO-ების კანონზე, თქვენ ხართ ტექნოკრატების დამცველები, თქვენ ხართ ევრობიუროკრატების, თქვენ ხართ NGO ორგანიზაციების დამცველები, თქვენ ხართ გრანტების დაცვის ეგიდით, როგორ შეიძლება რევოლუცია მოხდეს, როგორ შეიძლება რევოლუცია მოხდეს კოფი ბრეიკზე და როგორ შეიძლება რევოლუცია მოხდეს რაღაცა ტრენინგზე, ნასწავლი რაღაცები. რეალური იდეა მართლა ჩვენ მხარეს არის და ჩვენ მხარეს რა იდეაც არის, ეს არის გლობალური ლიბერალური დემოკრატიის ტალღა, რომელსაც ერთ თარგზე უნდა მოჭრას მთელი სამყარო და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით რა. ეგ იდეა მეგობრებო, რო იცოდეთ, როგორც ამერიკაში გაიმარჯვა უკვე, ბოლომდე არა, მაგრამ გაიმარჯვებს. ევროპაში ტრიუმფალური სვლით მიდის. მაგალითად, პუტინი მიდის იმაში, უნგრეთში. პოლონეთმა თქვა, რომ ჩამოვაგდებო თვითრენავს. ალბათ თქვენს. მაგრამ არ მიდის პოლონეთის გავლით, მიდის ბულგარეთის გავლით. ბულგარეთმა დაუთმობთო. დაუთმობს, რა თქმა უნდა. საფრანგეთმა თქვა, უნდა კარგია ეგ ლაპარაკიო. ჩვენს დაგვასწავლეთ. გერმანია თქვა მშვენიერიაო ესო და ინგლისმა. კაია კალას დარბოწოს ზადო. კაია კალას და ესტონეთის ცაკრას თუ ვიღაც ჩემფეხებს არ მოსწონთ. ხო და აქედან 919 ხმაროა იყო. აქედან მეგობრებო რომ იცოდეთ, აი წარმოიდგინეთ რა. თვითონ ევროპის შუაგულში, ნატოს და ევროკავშირის ქვეყანაში ჩადის პუტინი. და ელაპარაკება ტრამპს პირდაპირ. ზელენსკის იქ არასწრებენ. დამთავრდა ეს რაღაცა მითები, ეს რაღაცა სურვილები, ჩრდილო ევროპელების და ბალტიისპირების სურვილები თუ იმართებოდეს სოფლიო ბირთვული ომი დაიწყებოდა გუშინ წინ. მიშავშულაძე მაგარი რაღაცა თქვა. აბაზონს რო ხრა. ადამიანები ვართ რა მართლა რა და თითქოს მიგვაჩვიეს იმ აზრს რომ ეხლა ესე რომ შევადაროთ რა ამბების გადიოდა ჩვენს წინ სოფლ წარმოიდგინე 2012 წლის 2 ოქტომბერს იცოდე რომ აი 2025 ესეთი იქნება რომ აი საინფორმაციოში ამას მოისმენ რომ გერმანია მელჩი გაიწვია ტურა მოხდა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ხო არის 2012-ის გადმოსახედიდან და გვაჩვევენ მე თითქოს გზადაგზა იმ აზრს რომ იცით რა ამათ ისე გააკეთეს რომ აი ბაღახს რო წყალში ჩაყრი იქ თუ ცხელ წყალში არ ჩააგდებ და ცივში ნელ-ნელა ვერ შეამჩნევ ბაღები ხო არ ვართ კაცო ჯერ ერთი ჩვენ გონიერი არსებები ვართ ადამიანები ვართ და მეხსიერება ვერ დავეთანხმები კაი გავაჩვენე თავის თუ საუბრობს ვერ დავეთანხმები მაგრამ ეს არის ტიპი რომელმაც 2021 იყო როდესაც მუნიციპალურის ადგილობრივი არჩევნების დროს თავისუფლებაზე რო დიდი აქცია ჰქონდა იქ ყველა შეკრებულს რო დედა აგინა ხო კი ეს როგორ ლაპარაკობს დავაი ტანგნაზად მიშა არის ეგა არა ეგ დავაი ტანგნაზად მიშა არის კაცო ვალოდია პუტინს რო უთხრა ბიჭო ტანგნაზად ბიჭო და უკაცრავად და მე მაგის მე შემოვიდა მოიცა მაგის მე შემოვიდა რუსეთში თბილისში არცაპი გააჩერა ძმაო რამა გააჩერა ნაზადიც გააჩერა ბიჭო გააკნავ შობელზაღმა გააჩერა კაი მერაბ მეტრეველი ძალიან ბრძნული აზრით დიდი მერაბი დიდი დოდო აი რუსთაველი ნერვებს უშლით რატო იცი რომ საბოლოო ჯამში რუსთაველი ამზერი არის ინარჩუნებს ასე თქვა განგვასხვავებს ჩვენ ბელორუსისგან ანუ ბელორუსში რა მოხდა ხო ჩვენზე მეტი ხალხი გამოდიოდა მაგრამ იქ რო რეპრესიულად ამუშავდა ამ შლანგს პროსტა ჩილენ ამ შლანგს ეთერში რო გამოდის და რო ლაპარაკობს და აქ ამდენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სამეთყელო საინფორმაციო ღრუ რო არსებობს და დახშობილი რო არა ეს არ განასხვავებს
ბიჭო, იმ დღეს რაღაც გუშინ თუ დღეს იყო, განცხადება გაკეთდა 31 დამოუკიდებელი მედია საშუალების განცხადებაო. როგორ შეიძლება დიქტატურაში 31 დამოუკიდებელი მედია საშუალება არსებობს? 31 კიდე ცოტა ვიღაცებთან არ მიიტანეს ხმა, 31-ზე კაცილებით მეტია. რეგიონალური, ძალიან ბევრი რეგიონალური გამოცემა, რომელიც აქამდე იყო დოტაციაზე, არის ნაცული, პირდაპირ რეგიონალური გამოცემები, გაზეთები და ასე შემდეგ. ძალიან ის რა ქვია, ბათუმელები და ასე შემდეგ. არა მარტო მან, ზღვისპირეთში არის, ფოთშიც არის და გურიაშიც არის. იქნება. და ყველგან არის რა, ბევრგან არის, კაცო. მოდი ესე ვთქვათ რა. USA-ის და NED-ის რაღაცა ის გრანდვისაც არის ყველა ეგაა რა. ხო და რა შეიძლება ხა პოლიტპატი Amnesty International. გამისახელონ ერთი პოლიტპატემ არის საქართველოში. მე თუ ჩემი კაი გადავკეტავ ქუჩას, პოლიციელს დავარტყავ თავში. ან ამათ პოლიტპატიმ არის რა. ამათ პოლიტპატიმ არის თუ ოპოზიციურად განწყობილი არის და იჭერ სულ რო ცხელ ფაქტზე აყვანილი ყავდეს, მაინც პოლიტპატიმ არის, იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილი. აი პოლიტპატიმ არის, მაგ არის სარკოზი დღეს რა კაცურად გავიდა დაემშვიდო. კარლა ბრუნი შეურიგდა. კარლა ბრუნი არ ვიცი შეურიგდა, დაშორდნენ თუ არ მე ეგეც არ ვიცოდი, მაგრამ მე მგონი რაღაც მოჭი დაშორ. ცოტა აღმაშფოთებელი ხო არ არის ყოფილი პრეზიდენტის ესე სამარტო საკანში 5 წელი სვავენს, მაო რა პონტია. რა რის გამო რაღაცა მილიონის გამო? 3 ბრალდება ჰქონდა, 2-ში გამართლა და 1-ში დედაუტირეს, 5 წლით გაუშვეს ციხეში. ანუ სააკაშუზე ჩვენ გვებაზრებოდნენ. ეგ როგორ შეიძლება ევროპაში ეგეთ რაღაცები არ ხდებაო. და ტიპებმა სარკოზი გასროკეს ლიბიის ხელისუფლებისგანო მიიღო ისე რომელ წელსო 2000 ცოტა გამხელილი ჯობს და რაღაცები შეიძლება მართალიც არის რა ვიცი. ბიჭო, იასნა კადაფის იასნა რაზია ბაზა. სხვები რატო შენ ასე მეგონი რომ მაკრონიო გამოიძიონ, მაგას არ ექნება კორუფცია. ხო და იმ მომენტში კადაფი აძლევდა გემებით აძლევდა ფულს, ვის ითხოვდა რა. ბიჭო, კარლა ბრუნი რო ყავს ხო, ცოლად იმას შენახო. წარსახე. დავით უსუფაშვილი. ლაგჟერი ცხოვრებას იყო ნაშვები. დავით უსუფაშვილი. იცით, მე პირადად პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დიდი ხანია ვარ ჩართული და ჩემი მოსაწონი კომპარტიაში შევიდა. ყოველთვის თავად პარტია იყო ხოლმე მომცრო. ანუ არ იყო რაღაცა უზარმაზარი. პატარა მიყვარს. უზარმაზარი იყო ხოლმე ცოტა გამიკეთეთ, ცოტაო. მაგრამ უზარმაზარი რა იყო? პარტიების მიღმა ვხედავდი და დღესაც ვხედავ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს და მოქალაქეებს. და რა? კარჩო ბუზერობა მევასებაო, მაგას რომანტიზმი პრობლემა. პარტიის ლიდერთან ვარკვევ. თუ ვინმე იმ პარტიიდან რამე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა, მე მივდივარ სასამართლოში და თუ ესენი ამბობენ, რომ ამდენი ადამიანი მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, და ამიტომ უნდა ავკრძალოთ ესენი. მოიცა, ვისე საუბრობენ? კიდევ მეორე სახელმწიფო იმიტომ გვჭირდება, რომ დაგვიცვას ქურდისგან, მკვლელისგან, რა ვიცი, მოძალადისგან და მათ შორის ქვეყნის დამანგრევლის. ხო, აქ ახალი ნიუსია, რომ ტრამპს და პუტინის შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გადაიდო, განუსაზღვრელი. ეგ არ არის ის დადასტურებული თეთრსახლის მხრიდან და CNN, ხო, პრინციპში CNN წერს, ხო, და არა დადასტურებული, ამიტომ მართალია. აი ხა CNN შეიძლება იტყუებო. რა, CNN ტრამპი ეძახა fake news პირდაპირ და ეხა. რა თქმა უნდა მაგას ბაზარი. ხო, ნუ აი შაური ნოდარმელაძე. როგორ გამოდის fake news? აუ, ყველაზე მაგარი იყო ტრამპი გამოვიდა და ჩამშვები რეპორტიორი იყო უყურე პრეს კონფერენციაზე. ვიღაცა ჩამშვები ტიპი იყო და ავსტრალიის ლიდერთან ჰქონდა შეხვედრა, მაგარი ძელკა დადო ტრამპმა, წამოიღო რაღაც მსუბუქი მეტალები და ესეუნება რეპორტიორი, რომ თქვენო ის ვიღაცა ძალიან ცუდ რაღაცებს წერდაო თქვენზეო. ჩინოსანიო, ავსტრალიისო. და სად არისო ეხლა ბოდიში მოიხადაო თუ სად არისო? მე ვარო, ელჩვა თქვა. ოღონდ მაშინო თქვენ არიყავითო პრეზიდენტიო და მაინც არ მევასებითო. ან პირდაპირ აი ესე რა. აი ესე პირდაპირ და უშუალოდ შეუძლია ხო, ტრამპს ძალიან აქტიურად ის რო იყო რა ქვია ამერიკაში. ახალი აქტივიზმის ტალღა არა მეფეებს. ხო. მაგაზე ილაპარაკა ზუსტად იგივე ჩვენ რასაც ვაზრობთ. გიჟები არიანო. კი, ლუნატიკი. ეგენი გიჟები არის. ლუნატიკ არის, მე მგონი გიჟის. გიჟია, გიჟი. ლუნატიკ. ჩაბერილი. ჩაბერილია. ჩაბერილსონი. მეგობრებო, ხო და რაც თავარია, მოქმედებს, მეგობრებო. მე მგონი დიდი ხანია უკვე გამოქეკილი აქვს, ვისაც საჭიროა. თქვენ რას ამბობდით ტრამპზე? ზოგი რიჟიკას ამბობდით, ზოგი ოღალატე, ზოგი პუტინის ააგეს და ეს ყველაფერი აი ესე არის შტაბელებად დაწყობილი. ცუდი რეაქცია აქვს იმ კაცს.
მის ბაჩორი შეურაცხყოფას. ჩარლი კირკზე რასაც ამბობდით ისიც ეს გაგზავნილია ბატონო. ლექსენი არ შეუშვოს ბიჭო ლექსენს ლექსენს ქონდა ჩარლი კირკზე ცუდი რა. ამერიკის ვიზა არ მისეს ლექსენს აი კარგი რა მართლა და მართლა თუპაკს რო არ მისე ცოცხალი რო იყო ამერიკის ვიზა. ბატონო გავუშვათ ანამუჩუკური. თქვენ არალეგიტიმურად აცხადებდით თუ არა ამ პარლამენტს? არალეგიტიმურია ახლაც. ანუ თქვენ არალეგიტიმურ ორგანოში შედიხართ, თქვენ ხდებით ამ არალეგიტიმურის ნაწილი? მე შევდივარ იმ ტრიბუნის გამოსაყენებლად, რომლის 100%-ით გამოყენებითაც სამწუხაროდ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ქართულ ოცნებასთან საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წააგო. აი ამისთვის ნამდვილად არალეგიტიმურობა ამ პარლამენტის რაზე დგას და თქვენი შეცვლით რატომ არ სრულდება მაშინ მისი არალეგიტიმურობა? ლეგიტიმაციის საკითხი არასდროს არ იყო დიანა დამოკიდებული და დაკავშირებული. სტოპ, გაჩერდ, ეხლა. ეგ არა რა რა ხდება თო? არა, ეგრე არ გამოვა. ეგრე დაიკო არ გამოვა. არა, ეგ არ არის კურდული საუბარი. ესეთი კაბიანები არიან რა კურდული საუბარი. აი, ეს კაცებიც მაგას ლაპარაკებენ მაგ პარტიიდან. ეს კაცების იმას ლაპარაკობს, შენ რა გონია თავის რა? მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ. ეგრე როგორ შეიძლება? როგორ გამოდის? ეგრე ეგ ოქსიმორონია, ხა აქაც იყო და ჩაბერილები არიან ძმაო. ეგრე აი ეს მართლა ჩაბერვა არის, ხა ლეგიტიმაცია არა აქვს, მაგრამ შევდივა. აბა საჩედი ხარ მაშინ. თუ ორგანოს არ აღიარებ, თუ იქ პარლამენტს ხდება, წესდებას თუ არ აღიარებ, იმ ბიუჯეტს თუ არ აღიარებ, იმ ხელისუფლებას თუ არ აღიარებ, იმ მინისტრს თუ არ აღიარებ, ვის მოსმენის საათზეც უნდა დაესწრო, კითხვები უნდა დავსვა როგორც მინისტრს. ჩემი დავატირე. არა, ამ ქალების შემთხვევაში არ შეიძლება. ფულს რატო იღებენ? თან თევზის დაჭერა უნდა და თან რაღაცა ეგრე არ გამოდის, რუსულად თქვი რა. ბიჭო, კაი ესა პარტია ძმაო, რომელსაც ლიდერი გაექცათ ქვეყნიდან დაჭერის შიშით, კაი ეხლა. არა, ეგრე არ გამოვა, მართლა არ გამოვა, ოღონდ ეგრე ვერავის ვერ მოატყუებთ. შესვლა ნიშნავს ლეგიტიმაციას, ხო? მოდი ესე ვთქვა. მაშინ შევიდეთ SNG-ში, ღმერთმა დასწყენოს და თქვათ რომ არა ვარ შესული. ხო არ შეიძლება რა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მოლდოვა კი არის SNG-ში და კი არის თურმე დემოკრატიის შუქურა, მაგრამ SNG-დან არ გამოდის. რატო არ გამოდის SNG-დან? გაყალბებული არჩევნები მას გაუправდა. რატო არ გამოდის SNG-დან? იმიტომ რომ გაცილებით იაფადა აქვს რუსეთიდან და სხვა SNG-ს სხვა ქვეყნებიდან რაც აქვს და გაცილებით კარგად შეუულია შეტანა თავისი რაღაცების იქით. აი ამიტომ ფულის გამო არ გამოდის, რო იწოდეთ ისე. სხვათვის. თენგო გავუშვით. კაი რა თენგო. თენგო არ გავუშვათ? კაი, ანაწითლიძე მაშინ. ეგ უკვე თემაა. იმიტომ რომ რეჟიმს ფეხებზე კიდია ნებისმიერი ოპოზიციური კრიტიკა ან საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ რეჟიმთან წარმოუდგენელია რომ რაღაცა კონსტრუქციულად ილაპარაკოს. წარმოუდგენელია რომ რაღაცა შეცვალო და ამით შეეროდეს და ეს გამოცდილება ჩვენ ამ მოხდის განავითარებაში. ჩვენ ზისჭუბზე გავაჩერეთ. ამ შემთხვევაში ხოლმე ესთეტიურ საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ, ზისჭუბზეც კარგად გამეголება ბატონი. ჩვენ ზისჭუბზე არ გვინახია, არ გვინახავს იქ საინტერესოა. ჩვენ გვეგონა მისი მშვენიერება მხოლოდ მაგიაჟი და განათება იყო. თურმე ბუნებრივ განათებაზეც ასეთივე სიმპათიური კალბატონი ყოფილა. გავუშვათ ბატონი ვალერი. გია არა მოიცერცამ. გია ჯაფარიძე ხო ის არის? აუყვები. საჯდომ უბარის ძმა. ძალიან კაი კომენტარი აქვს და ამ ვალერის რა გაუხურე შენ არაფერს არა. მაინც კაია. ვალერი გავუშვათ. პროსტა გევასება ესთეტური თვალსაზრისი. განწყობილებები ხო ყალიბდება რომ აი ვინ უნდა იყოს ხელისუფალი ეს თუ ეს ან კონტრასტული ასე თქვათ მონიტორინგი რასაც მე ვფიქრობდი რომ ამ კრებებს ფუნქციონალურად უნდა შეესრულებია სამწუხაროდ გაჩერდ აი ერთი სიტყვის გამოღირს ამ კაცის კონტრასტული მონიტორინგი კაი საჯდომ მოუბარის ძმა გავუშვათ არა გია ბარამიძეს კაი გია ბარამიძის დაუნთავრეთ გავუშვათ საჯდომ მოუბარი არ შეიძლება არც ერთი წუთით ამ პროპაგანდისტული მანქანის გაჩერება, იმიტომ რომ შეიძლება კავკასიაზე გადმორთოს და მოისმინოს ის, რასაც თქვენ ამბობთ და შეიძლება უცებ აზროვნება დაიწყოს ქართული ოცნების. ანუ თავარი საფრთხე ყოფილა კავკასია. ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ კავკასია. კავკასია აღარ უნდა იყოს ეთერში. თორე კავკასიაზე ჩვენიანმა გადართოს და მოусმინოს აკუბარდიას, მის მეუღლეს, აგერ ზურაგირჩის ძმას
ხო თქვა რომ ეს ოცნება ბაჭო კავკასია თვითონ ნადგურდება ძმაო თვითონ ნადგურდება ვერასოდეს თურმე ვერასოდეს ვერ განადგურდება სანამ არა ნადგურდება ეს გამოდის დაბადების დღე მაქვს აუ ეს სერიოზულად მიუდგა საკითხი არა მე მინდა რომ ვაჩუქოთ რაღაცები ჩაუგიცხე ლაივიდან არა ნახმარი რაღაცები რომ მივცეთ ჩვენ ტელევიზიის ნახმარი რაღაცები აპარატურა რა თქმა უნდა არ გენანება საცურებს არ გულის არ გენანება რო ვეღარ ხო რაღაც ბუტაფორიები საფერფლე გაუგზავნოთ იმიტომ რომ იმას მიწის თხილის იმაში აფერფლე ესეც კარგი იდეაა საფერფლე გაუგზავნოთ საფერფლე თემა არის ხო ჩემთან საფერფლე როდეს ო დიდი საფერფლე და გააკუს გაუსწორდება მაგარი ჯარჯი ჩაბარებენ და ამჟამად დეკორაციად დადგას პროსტა ხო კი ბატონო მოდი გავუშვათ ყველა გადაცემის დეკორაცია ხო ეგ იქნება თავარი აქედან დაიწყება კალია გია ბარამიც ნორმალური საქართველოს მოქალაქე ვისაც შეუძლია რომ იყოს საქართველოს პატრიოტი და მართლა გულწრფელად ებრძოლოს ამ რეჟიმს უნდა მიხვდეთ რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის განადგურება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისა რომ პუტინმა შეძლოს ჩვენი ქვეყნის კადიროვიზაცია და იქნება კაი რა ბრავო აი ძმაო ბრავო ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი რაც აკავებს პუტინმა რომ ბოლომდე დაიპყრას საქართველოს ერთადერთი და რომ დამთავრდება ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე მერე всё მერე დაგვაქვს მაშინ დაველოდოთ არ გაგზავნებოდეთ ხვალამდე მეგობრებო მიყვარხართ ყველაფერი კარგად არის კარგი გავმე